საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ გლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის მოგითხრობთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით თუ როგორ ვითარდება საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა და რა პროცესები შესაძლებელია განვითარდეს უმოკლეს ხანში. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, წინა საარჩევნოდ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დანაპირები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ქვეყანაში აღადგინა სამართლიანობას და მოძალადე პარტია ნაციონალური მოძრაობა, რომელიც 9 წელი საქართველოში ჩადიოდა სხვადასხვა სახის დანაშაულებებს და იყო ამის ერთ-ერთი შემოქმედი პირი მიხეილ სააკაშვილი და თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა ეს ყველა მიმდინარე მოვლენებს ქვეყანაში, მხედველობაში იყოს ადამიანების დევნა, ქუჩაში ხოცვა, ბიზნესმენების აწიოკება, დაპატიმრებები, პატიმრები, პოლიტპატიმრები და სხვადასხვა სახის დანაშაულებები, რომელსაც უშუალოდ ის ხელმძღვანელობდა. ბუნებრივია ამ საკითხებთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული იმედგაცრუება იყო ჩვენ ქვეყანაში და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ითხოვდა ყოველთვის და ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, რაღაც გარკვეულად უკვე დაკარგეს მათმა იმედი, მაგრამ ეხლა ამ წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ დანაპირები მისცა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს და ამავდროულად პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო ბიძინა ივანიშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ ის აღადგენს ქვეყანაში სამართლიანობას. და დღეს შეიქმნა დროებითი საპარლამენტო საგამომძიებო კომისია, რომელიც კომისიაც გამოიძიებს სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ჩადენილ სხვადასხვა სახის დანაშაულებებს და შეფასებას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო იმ დანაპირების შესრულება, რომელიც დანაპირების საფუძველზეც დაიწყება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. და მე მივესალმები ამ ნაბიჯს და როგორც ვარაუდობდი, ჩვენ ალბათ ასეც განვითარდება ეს მდგომარეობა და ეს მოვლენები, რომ იანვრის ბოლოდან უკვე აქტიურ ფაზაში გადავა ეს საგამომძიებო კომისიის მუშაობა და დადებს ყველა იმ დეტალებს და დადებს ყველა იმ ჩადენილ დანაშაულებებს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა მისმა რეჟიმმა. და იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა, რომლებიც დღეს მოევლინენ საქართველოს ისევ კვლავ დაუბრუნდნენ პოლიტიკაში და ესე იგი თითქოს და ისინი არიან დღეს ქვეყნის გადამჩენები. აი მეგობრებო, დადგა დრო მართლაც იმისა, რომ ჩვენ ერთმშვენიერ დღეს ვიზეიმოთ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და ეს მოძალადე ფაშისტური ლიბერალ LGBT იდეოლოგიის მატარებელი ფაშისტური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთმშვენიერ დღეს ჩვენ დავინახავთ მას სასამართლოს სკამზე და იმ კონკრეტულ ადამიანებსაც უშუალოდ მონაწილეობა აქვს მიღებული ძირითადად აი ამ დანაშაულებებში. მართლაც ძალიან მძიმე დანაშაულებები არის ჩადენილი, მართლაც რომ ვიტყვი ამას ჭირდება აუცილებლად ფუნდამენტური გამოძიება. მე მესმის ახლა რამხელა სირთულეებთან არის საქმე და ვიცი ვხედავ იმას, რომ ატყდება ახლა მთელი ამბები საერთაშორისო, ესე იგი რომ ვიტყვი იქიდან რაღაც გარკვეული ლობისტები დაეწყებენ უკვე ისევ დაძაბულობის ფონის შექმნას ამ ქვეყანაში და ეცდებიან, რომ როგორმე ამ სიტუაციას და ამ გამოძიებას შეუშალონ ხელი. და რატომ აკეთებენ ახლა ამას? პირველი ის, რომ რა თქმა უნდა ახლა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებები ჩადიოდა და სააკაშვილი პირდაპირ ესე მიშვებული იყო და რასაც უნდა იმას აკეთებდა, ამას მარტო ის ვერ ბედავდა და ვერ გააკეთებდა, იმიტომ რომ ის ლობისტები, ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, მათი ეს რომ ვიტყვი კურატორები, ისინი ახალისებდნენ ამას და ისინი უჭერდნენ ხარს და ამიტომ იყო ასე აშვებული აწყვეტილი იყო მიხეილ სააკაშვილი და ასე იგი რომ ვიტყვი პირდაპირ მიზანმიმართულად მუშაობდა და მოქმედებდა ხალხის წინააღმდეგ, ხო? და ბუნებრივია არც იმათ არ აწყობთ ეს, იმიტომ რომ მათი რეპუტაციას და მათი რომ ვიტყვი აი ესეთი პოლიტიკური ცხოვრების კარიერასაც უკვე შავი ლაქა ესმება, ხო? და არ გამოურიცხა მე კიდევ გარკვეული ესე იგი უცხოელი ლობისტი, ეს ელჩი რომელიმე ევროკავშირის ან კონგრესმენის რომელიმე მონაწილეობა არ ქონს უშუალოდ მიღებული აი ამ დანაშაულის დაფარვაში, ხო?
და ამიტომ არის რომ ეხლა ისინი შეუშლიან ხელს ამ გამოძიებას და ეცდებიან ყველანაირად რომ გამოძიება შეიყვანონ ჩიხში, მაგრამ მე იმედი მაქვს და ასეც იქნება ეს რომ ქართული ოცნება დაიწყებს ამ მიმართულებით აქტიურ მოქმედებას და მეც ვთქვით იმაში რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს დაუჭერთ რომ ქვეყანაში დაიწყება სამართლიანობის აღდგენა და ჩვენი მხრიდან ექნება მას უზარმაზარი მხარდაჭერა და ჩვენი მხრიდან ექნება მაქსიმალური, ესე იგი რომ მეთქვით, რესურსის გამოყენება, ადამიანური რესურსის გამოყენება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელი არ შეუშალოს არც ადგილობრივმა, აგენტურულმა და სექტანტურმა და რომ მეთქვით, მოძალადე პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ამავდროულად არც გარედან მომდინარე ფაქტორებმა, რომლებიც უკვე დღეს ფაქტიურად აქტიურად მოქმედებენ ჩვენ ქვეყანაში. დღეს ჩვენ კიდევ გვექნება სხვა საკითხებზე საუბარი, მაგრამ ჩვენი პირველი საკითხი არის ეს და ჩვენ ამ პირველ საკითხთან დაკავშირებით ვიმჯელებთ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ვეტერანი ბატონი დავით ჩუბინიძე. ბატონო დავით, მოგესალმებით. მადლობა რომ მომზადეთ სტუდიაში. ბატონო დავით, დაიწყო და ქართულმა ოცნებამ გადადგა ის ნაბიჯები და ის დანაპირების ასრულება, რომლის იმედეთაც ვიყავით ჩვენ და რომლის მოლოდინშიც იყო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ეს კომისიის შექმნა უკვე საპარლამენტო საგამოძიებლო კომისიის შექმნა აი ამ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოყვება მას ახლა საერთაშორისო რეზონანსი და იმ კუთხით უარყოფითი ნაბიჯები, როგორც ევროკავშირიდან, ასე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ასევე აქ შიდა აგენტურული ქსელის მხრიდან, რომ ხელი შეუშალონ აი ამ საგამოძიებლო კომისიას მუშაობაში? მოგესალმებით ბატონ ანდრესა, დავიწყოთ ჯერ იქიდან რა ტრაგედიას დაдрიალდა კალის რაიონში, ვიუსამძიმრო თელ საქართველოს ოჯახს. ის ტრაგედია ვიზიარებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს და თელი საქართველო ამ დიდ ტრაგედიას სამძიმარს უცხადებთ ოჯახს და თელ საქართველოს. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება კარგია რომ დაიწყო. როგორც შეგვირდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, შეგვირდა აუცილებლად იქნება გამოძიებული, ხელ შეუშლიან, რა თქმა უნდა. როცა ამ ხელსახელმწიფო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გიგაური მიიწვია სენატში და იქ მოусმინა გიგაურს, თქვენ წარმოიდგინეთ რა დღე ჩავარდებიან ახლა მისი პატრონები, აქ რო გამოძიება წავიდა. არავით არის მტკიცებულება გიგაურს იქ არ დაუდგენია. როგორც ყოველთვის ისინი არიან ეს რაღაც ჰაერ და მოტანილი რაღაც ინფორმაციები. და გამოდის. დიახ. სახელმწიფო ჩინოვნიკი და ამბობს ის გამოიძიეთ თქვენ თვითონ. რა უნდა გამოიძიო ფაქტი, რომელიც არ მომხდარა ამ დროში. ფაქტები, რომელიც მოხდა სააკაშვილის დროს, ჯერის კასეტები, ვისაც აქვს ნახული ისინი. ვისაც არ აქვს ნახული, აიმიტომ ვიზახდი მე ის არ უნდა განადგურებულიყო. დიდი შეცდომა იყო მის განადგურება. ის უნდა გაუგზავნოს, სულ ყველა ევროპელს და ტელევიზიით უნდა გავიდეს და უნდა იცოდნენ მოსახლეობამ, აი რა ხდებოდა საქართველოში იმ პერიოდში. ბატონ ანდრესა, სულ ყველა ვისაც დანაშაული აქვს მიღებული. ძალიან კარგია რომ დაიწყო. მხარდაჭერა კი არა, დღე და ფეხზე დავდგები. ვიბრძოლებ იმის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს, ვინც მონაწილეობა მიიღო იმ ხალხის წამებაში. იმ ბიზნესმენების რეკეტში, იმ უდანაშაულო ბიჭების ჩახოცვაში, იმ ტერიტორიების გაყიდვაში, რომელი ტერიტორიების გაყიდეს. თუ აზერბაიჯანის მხარეს, თუ სასონხეთის მხარეს, თუ აფხაზეთის მხარეს და თუ სამაჩაბლოს მხარეს. ყველა მხარეს გაყიდეს ტერიტორიები. ეს არის უდიდესი დანაშაული. მადლობა მინდა ბატონ ბიძინას უთხრა იმისთვის, რომ თავის დანაპირებს ასრულებს. ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით, მართალია. დიდი ზეწოლა იქნება, მაგრამ უნდა გაუძლოთ. ხალხი გვერდში დგას, ხალხი გვერდში მოუდგება ყოველთვის, მოსახლეობას აინტერესებს დაისაჯოს ის პიროვნებები, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდა ის განვლილი წლები, მუშაობს დღესაც და არ ფიცავენ პირდაპირ რომ სხვა ქვეყნის აგენტები არიან. კარგი იქნება კანონსაც თუ მიიღებენ აგენტების შესახებ. ხო არის კანონი მიღებული და ახლა ძალაში 2025 წელს ახლა ძალაში. პრეზიდენტმა მოაწერა ხელი უკვე კანონს. და კარგი იქნება ძალიან რომ კაცრად დაისაჯოს ყველა საქართველოს მტრები. მაგინი საქართველოს მოსახლეობა არ არის, მაგარი საქართველოს მტრები. ტერი არ გაუკეთებს.
საქართველოს არ გაუკეთებია ტერს ისეთი რამ, რაც ეს ოპოზიცია არის 12 წელიწადია უკეთებს საქართველოს. ესე ყველა უკეთებს და უკეთებს. უკეთებს დღესაც ევროპაში, ამერიკაში, ესე საქართველოს ლანძღვის და მოსახლეობის ლანძღვის მეც არაფერს აკეთებენ. არჩევნები ვერ მოიგეს, იძახენ მოიგეთ, რით მოიგეს, სად მოიგე, რა გაღალბდა, დადეთ, ფაქტები დადეთ, რამე დადეთ. არა, თქვენ თვითონ გამოიძიეთ ფაქტები. რა უნდა გამოიძიო, რაც არაფერი მომხდარა. ასე რომ ალბათ ყველაფერი ცით რა არის ახლა გასაგებია, ბუნებრივი არის, რაღაც წინააღმდეგობები იქნება. ეს თამას ჩვენ ველოდებით და ასეც იქნება და ახლა როგორც კი ეს ძალაში შევა უკვე და კომისია უკვე დაიწყოს მუშაობას, ეს საპარლამენტო საგამომძიებლო კომისია, ჩვენ მე პიტაბერ ამბობ, აი პიტაბერ ეს აქედან ამ სტუდიიდან რომ მაშინათვე დაიწყება აუცილებლად ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან უარყოფითი განცხადებების გაკეთება და შესაბამისად არეულობის ცდელობა ქვეყანაში. აქ ეს გამოიყენებენ თავიანთ იმ რესურსს, რომელიც რესურსიც მათ დღეს გააჩნიათ ქვეყანაში და არის ეს დაფინანსებული რესურსი, რომელიც რესურსი დღეს გარკვეულ რაღაც პრობლემებს ქრის ამ ქვეყანაში, ხო? მას გამოიყენებენ, მაგრამ ბიჭო, ეხლა ნახეთ, მე არ ვიცი ეხლა ვერ წარმომიდგენია, თუ დაავიწყდა საქართველოს მოსახლეობას, დაავიწყდა იმ ადამიანს, მე არ გამიკვირდება. ეხლა ამ აქციებზე და სააკაშვილის მხარდამჭერი ამ მიტინგებზე და ემაზე ის ადამიანები გამოდიან და იმ ადამიანებს ხედავ, რომელი ადამიანებს ოჯახები ააწიოკეს, რომელი ადამიანებსაც წაართვეს ფულები, ბიზნესმენებს, ციხეებში ყავდათ. და აგერ ჟვანიას ოჯახი, კაცო, რა მეგონა თუ ჟვანიას ოჯახი დღეს გამოვიდა და მკვლელების გოჩი დადგებოდა, ხო? არაფერი არ არის გასაკვირი, ხო? კიდევ რომ რაღაც გარკვეული ჩვენ ისეთი კატეგორიის ხალხი ვიხილოთ ამ საპარლამენტო საგამომძიებლო კომისიის წინააღმდეგ, ხო? ბატონდრისა, ესე იგი რაღაც კადრები მაგაცედაც არის ალბათ გადაღებული. აშანტაჟებენ, მაგით რა არ არსებობს, მე ვერ წარმომიდგენია იმ რეჟიმს, რომელი რეჟიმი რეებს უკეთებდა საქართველოს და იმად გვერდში დადგეს ნორმალური ადამიანი. ესე იგი დანაშაულიათ რაღაც ჩადენილი არსებობს იმის კადრები და იმის შიში არ გამოიტანონ სააშკაროზე ეს კადრები. ამიტომ იძულებული ხდებიან დაუდგენ გვერდში. მართალი ბრძანდებით, იმიტომ რომ ეხლა მე მიკვირს კაცო ეხლა მართლაც ყველამ ეს ხო ფაქტიურად დღეს არ არის მტკიცებულებები დადებული გამოძიებების მხრიდან, მაგრამ ხო ფაქტი არის რომ ჟვანია სააკაშვილმა მოგლა. ეს ხო ცნობილი ფაქტია, ხო კაცო. ეს ამის შესახებ ხო თელმა საქართველოს მიცის და მე კიდევ ისეთი იმათ გაუკეთეს და დაუდგეს სცენარი, კვლელობის სცენარი, ისეთი იმათ დაუდგეს, გაიგე ამ გარეწრემა და ამ არამზადება რომ საერთოდ მთლიანობაში ადამიანი გაუშვეს იმ ქვეყნად სახელშერაცხული, ხო? და აბსოლუტურად ეს ხალხი დღეს გამოდიან და კიდევ ამ კვლელების გოჩით გადან, კაცო, კვლელების გოჩით გადან. ძმა მოგიკლეს, ქმარი მოგიკლეს, მამა მოგიკლეს და კიდევ მათ მიდიხარ. აგერ კიდევ ეს ნანი ბრევაძე და მისი ოჯახი კიდევ 24 საათი სერენადებს ღირო და მოსკოვში, კაიგე და მღერის და ახლა ჩადის და ახლა დღეს და ახლა დაფინანსება. 24 საათი და იქიდან მილიონები იქიდან იშოვეს და იქიდან წამოვიდგეს წელი, აიგე მაგთან ოჯახმა და ეხლა გამოდიან და აგერად განან და აქ ესაო რაღაცა ქვია, ეს კისაო რუსული ის არის რომ გვიღე ეს რუსული ოცნება ასე იძახე და ბიჭო თქვენ ვინახართ ვერ გავიგეთ გამაგებია. რა ვინახართ თქვენ არა ხართ ის რა ქვია რუსული ფინანსები დამოკიდებული ადამიანები, ახლა გამოდიხართ იქ და იმისი არ იყოს ქათამაძესი 2008 წელს ნინო ქათამაძესი 2008 წელს ოცა ჩვენ ცხინვალში ბრძოლობდით და მოწინააღმდეგე მხარეს უმკლავდებოდით ის მაშინ კონცერტებს ატარებდა აგერ იმაში მოსკოვში და ლენინგრადში და რა ვიცი სხვა იმ ქალაქებში რუსეთში გაიგე და ჯიბებს ისქელებდა და ახლა აღარ უნდა გაიგე აგერ კიდო ეს ლეკა ხოშტერია ახლა ძღებულობს ფინანსებს რუსეთიდან და ახლაც არის დაფინანსებული ორგანიზაცია მაგ ორგანიზაცია რუსეთის ლიბერალური ძალებიდან და ბატონო აგერ კიდო რამდენი ნაყოფი არის და რუსული პასპორტი უდეს იმაში რუსეთის მოქალაქე არის და გრიგოლ ვაშაძე არის და რუსული პასპორტი უდეს რუსეთის მოქალაქეა და რუსეთში აქვს ბიზნესები სულ ყველას რუსეთში დამიჯერეთ მე ვიცი ეს ზუსტად და ამიტომ არის რომ მე ვიძახი ამას ხმამაღლა ხო და აგერ ახლა კიდო გამოდიან და იძახიან რომ ესო ჩვენ გვეძახიან ჩვენ თუ პროფესიები ყოფილი ვართ ეს მისასია აი გამოძიება ხო დაიწყო ახლა დაიწყება ყველაზე საინტერესო რა არის იცი ეს გესები და გრესები სულ ყველა თითქმის რუსეთს არის გადაცემული მიშას დროს გადაეცემს ეს ამათი ლობისტები დღესაც ყოფილი მიშას
თავრობის წევრები იქნებიან, გამოძიება ამას დაადგენს. ამის ეშინიათ კიდე ბარეულს. ბარეულს ამის ეშინი იმიტოდან იმ მიტინგზე მათ გვერდში. მაგრამ ეს სასწრაფოდ უნდა მოხდეს. მე რა არის ეს ბატონო? კი, ახლა მაგას გაირკვას. ვინ არის დამნაშავე და ვინ გაყიდა, ვინ მიყიდა რუსებს იმ სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენ გავაწევრიანეთ კაც რუსები. რომელიმე გააწევრიანა ქართული მოძრაობის მომხრე. მიშას ხალხმა მიშა მოუწერა ხელი და სავაჭრო ორგანიზაციაში რუსები შემოიყვანა. რა მე ხარ ხდება ეს მე საგამომძიებლო კომისიას მინდა მე მარტო რომელიც დაიწყებს ახლა მუშაობას და ფუნქციონირებას ხო მე თავისთავად ცხადი არის თქვენ გეკნებათ საკითხი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხო და იმ ჩადეინა სამხედრო დანაშაულებებზე რომელიც სამხედრო დანაშაულების მიხეილ სააკაშვილმა ჩაედინა და ამავდროულად აუცილებელია ამ გამოძიებაში ჩასვით იარაღის კონტრაბანდული გზებით ვაჭრობა. ეხლა ჩვენ მე პირადად და ჩემი კოლეგები ამ საკითხის ირგვლივ ვიმუშავეთ კომპლექსურად და ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირება, შესაბამისად რა რაოდენობის იარაღი ჩამოწერა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გადაყიდა 2008 და 2004 დაიწყო. კი, ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს თელი ესე იგი მტკიცებულებების სახით დადებული მთელი დასკვნები. სამხედროებს, აგერ არის ბატონი რევასახვაზე დაუძახეთ მას დაკითხვაზე, ადამიანი დღემდე იდევნება და დღემდე პრობლემებში არის, მიშას დროინდელი პრობლემებში არის დღემდე. და მისი გამომძიებელი პროკურორი არის, აგერ პროკურატურაში და ისა ნაჭყებია, რომელიც დღეს პირდაპირ ლობირებს ამ საქმეს და თავისთავად ცხადია მის გამოძიებულ საქმეს ახლა არ გამოიძიებს, ხო? ხო და ამიტომ ჩვენ დაგვიძახეთ, კაცო და ჩვენ ძალიან ბევრი რამეები გვაქვს, ბევრი მტკიცებულებები გვაქვს და ჩვენ ყოველგვარი ანგარების გარეშე დაგიდგებთ გვერდით და დაგიდებთ იმ მტკიცებულებებს, იმ მნიშვნელოვან ინფორმაციებს დაგიდებთ და იმ მნიშვნელოვან მასალებს დაგიდებთ, რომლის საფუძველზე თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს წაუყენოთ ბრალდებები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და იარაღის კონტრაბანდული გზით ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომელი იარაღით მიხეილ სააკაშვილს, კეზერაშვილს, იმას თემურ ალასანიას შემოქმნათ უკრაინიდან იარაღი უკ სპეცექსპორტი არის ესეთი ორგანიზაცია, რომელიც მაშინ მას ჰქონდა მხოლოდ ექსკლუზივი და ის ვაჭრობდა იარაღით და მათთან ჰქონდათ კონტრაქტები გაფორმებული და თითქოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იზენდა ამ იარაღებს, იქ არის უზარმაზარ რაოდენობის ტექნიკაზე და იარაღზეა საუბარი და ეს აყავდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, თითქოს შეიძინა ეს ყველაფერი და მერე მიდოდა გადაყიდვა სხვა ქვეყანაში და ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აყვანილი ეს იგლები, სტრელები, ბუკები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალები და ასე შემდგომ, რომელიც გადაიყიდა სხვადასხვა ქვეყნებში, შემდგომ თითქოს ეს რუსებმა გაიტანეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ჩამოწერეს. და სინამდვილეში ეს ასე არ მოხდა. და გვაქვს ამ მტკიცებულებები გვაქვს და ამიტომ ძალიან გთხოვთ თუ საჭიროება მოითხოვთ ჩვენ მზათავართო ვითანამშრომლოთ ჩვენ იმ საგამომძიებლო კომისიასთან, რომელი კომისიასაც ჩვენ გავუხსნით ხელფეხს, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ასევე იმ იარაღის კონტრაბანდის ვაჭრობასთან დაკავშირებით და თქვენც კარგად იცით ბატონო დავით, რა რაოდენობა და რა სახის იარაღი იყო გატანილი მაშინ და გადაყიდული სხვადასხვა ქვეყნებში, ხო? ახლა აგერ უკვე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეს ხალი იყო რევოლუციის, ესე იგი რომ იტყვი ფლაგმანი და კიდევ კარგი რომ მან გვისმინა ჩვენ და ჩვენ არაერთხელ გვითქვია ამ ტელეეთერებიდან რომ სალომე შენ მოკლავენ თუ დროულად ესე იგი თუ შენ დაიწყე გამაგრება იქ რეზიდენციაში ხო შენ მოკლავე და შენი ლიკვიდაცია დაგეგმილია მეთქი ამას ვამბობდით ჩვენ და თქვი დღიათ იმიტომ თქვი დღიათ რომ გქონდეს ინფორმაცია ჩვენ და ფაქტიურად აქეთ მიდიოდა ყველაფერი და მაგრამ ახლა გადაანაცვლეს და გაუხსენს ოფისი გაუხსენს აგერ სალომე ზურაბიშვილს მაკეინის ისა ინსტიტუტმა დააფინანსა მაგენის ინსტიტუტის ფილიალი შეუქმნეს. აგენტს ახლა ხო იცი არ კარგავენ აგენტს ახლა პატრონად არტოებენ ხო? პატივცემენ სამომდე ჭირდება და კი არ კარგავენ აგენტს. ამიტომ არის რომ ახლა სალომე ზურაბიშვილს გაუხსენეს ამხელა ოფისი და აგერ შეუქმნეს ახლა მთელი ესენი ორგანიზაციები ხო ეს მაკეინის ინსტიტუტის ის არის. მაკეინის ინსტიტუტმა დაანონსა სწორედ ის მსხვერპლი და ეს კვლელობა რომელიც შენ წინააღმდეგ იყო ის გამეზული და შენ ვერ გებულოდი მაგას მანამ სანამ ჩვენ არ
მივყიდოთ ტელეეთერებიდან და არ მიგანიშნეთ რომ შენ უნდა მოეკალეთ იქ როგორც ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა და შენ გატეხილი იყოს საერთაშორისო სკანდალი და მაგრამ არც ახლა იცოდეთ გეგმაში ხარ მაინც იცოდეთ გეგმაში ხარ და არა ეს ჯერჯერობით ეს გეგმა შეჩერებული არ არის და ამიტომ ფხილად იყავი რომ მაგ ჭინკემა არაფერი მოგწიონა აქ საქართველოში კაცო ჩვენთან იქ რაც უნდა საფრანგეთში ის გააკეთონ გაიგე და აქ არ გვინდა რომ ეხლა კიდევ შენი ის გვაკლია აქ კიდევ რაღაც ისა და დააბრალონ ქვეყანას მე რომ თითქოს და სალომე ზურაბიშვილიო ხელისუფლება მოკლავა მაგრამ სინამდვილეში მოკლავენ ესენი შენ ხელისუფლებას და მოკლავენ ესენი პატრიოტების მომხრეს არშია ეხლა გამოდის და ისა მოკლედ მე ვარ მთავარსარდალი ისევეო გაიგე მე ვარო ესე იგი თუ პრეზიდენტი მე ვარო და ეხლა მოკლედ ისა რა ქვია კი ხარ კაცო შენ ხარ ახლა ისა იმ ბანდის ხელმძღვანელი რომელიც ბანდაც ხენ დაგყობა იმასავე თუ უკან ცხრებივით გაიგე და რომლებიც შენ მოატყუილე და ესე პრობლემებში არის ახლა ეს ხაზარაძე და კეზერაშვილი ფულებს თხოვენ გაიგე ხო და ახლა აი ნახე როგორი ჯარის სარდალი არის ახლა სალომე ზურაბიშვილი თხოვთ ბატონებო უჩვენოთ კადრი აი სალომე ზურაბიშვილის ჯარი როგორი არის თქვენ ქვეყნის სადაჯეროზე გეხართ ბატონო დავით, გაიგე როგორი ჯარი ყავს ახლა სალომე ზურაბიშვილს, გაიგე. აი სამარცხვინო არის. სამარცხვინო არის, რა უბედურება არის, კაცო ეს, გაიგე, ეს ხალია, მეჯართი არის, ის არის, რა ქვია, ღორი არის, ღორებს კიდემდნენ ხოლმე ცხვირზე რაღაც მავთულებს, გაიგე. ხო და რა არის ეს რა გამაგებინეთი ამ. რა ხდება ხო, რა არის ეს, საიდან მოიყვა ეს კატეგორიად ეს კონტინგენტი, ეს მართლაც ძალიან საშინელება არის და ძალიან ესე იგი სამწუხარო ამბავი არის რომ საქართველოში ასეთი ტვინის და ასეთი აზროვნების და ასეთი გონების და ასეთი ავამტყოფი ადამიანები არსებობენ. იმუშავებს პადონდრისან ლომაიას განათლება ლომაიამ მოსპო თავის დროზე. დიახ. მის შემდეგ ამ ახალგაზრდობას ურეცხავენ ტვინს და დღესაც მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა. წიგნის კითხვამად არ უნდა. მიტინგზე რა ზიარია რო გითხო დღეს ვერავინ არიცია უყურებ ხოლმე კადრებს ხო ეკითხებ რატო ხარ მიტინგზე აი გამოვიარე ვერავობს აი რასა პროტესტებს არჩევნები არ გაგაბლებული რასა პროტესტებს რო დგას იქ ხო უნდა უპასუხოს აი მე ვაპროტესტებ ამას არა ამის პასუხი არა გამოვიარე ესე მხარს უჭერა ჯერ ისეთი მხარს ისე და ტვინიკა გამორიცხელი აქვს და ესე იგი ისე არასწორი აზროვნებით არიან ეს ადამიანები ჯერ იყო და 31 დეკემბერს შუაღამეზე ბიჭო რუსთაველზე გაშალეს სუფრა გაიგე თავისას გასვენება გაუკეთეს ქელეხი გაუკეთეს თავისას როგორ შეიძლებოდა ეს გააკეთებინა ახლა ის მეგონა თუ შობას მაინც შევიდოდნენ სახლებში გაიგე შობასაც ეს სექტანტები ეს ავამტყოფები ესენი შობა ღამეს კაცო რა იყო შობა ღამეს უნდა ღამისებით შესულიყავით ტაძარში და იქნება ეს ცოდვები რა ცოდვები თქვენ გაქვთ კისერზე დადებული და რა ცოდვებისაც თქვენ დადიხართ ხო იქნება რაღაცნაირად უფლისის გეთხოვათ შენდობა რა თქვენ რომ უფლის წამდეთ და ღმერთის წამდეთ და ქვეყნის წამდეთ და საერთოდ ცხოვრება გწამდეთ და ოჯახი გწამდეთ და რა ვიცი მთელი ეს ჩვენი სიწმინდეები გწამდეთ მასე არ მოიქცევოდით და არ ეყრებოდით იქ ბუნაგში ბუნაგი არის ის მიწისქვეშა გვირაბებში აქ ბუნაგები გაკეთებული და მიდის მთელი ორგიები და მთელი უბედურებები მიდის იქ გაიგე და ეს გახადეს რუსთაველი საამაყო რუსთაველის გამზირი გახადეს ბორდერად გაიგე აი ეს გააკეთეს მაგენმა ხელი რა ხდება არა კაცო რას ესენი დაანგრია იმან და წავიდა მორჩა იმან გაიარა მორჩა გაიარა და ესე გაგანი უკვე ამა დაიმკვიდრეს იქ უკვე ცხოვრება და ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს ახლა ეს უკვე აი მაგარ ზუსტად მივედით იმ დასმამდე რომ აუცილებლად ესენი უკვე ქუჩაში გააჩერებლები აღარ არიან ყველა ადრე თქვით გადაცემაში რომ ბიზნეს თხოვეს ვააშენეთ საავადმყოფო კი საგარეჯოში აუცილებელია ვააშენეთ ეს უბრალოდ საგარეჯოში ერთი ფსიქიატრული საავადმყოფო ბატონო მიწია მართლა ჩვენ თხოვნა ადეს მარტო ჩემი თხოვნა კი არ არის საქართველოს თხოვნა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სახელი გთხოვთ ახლა მე თქვენ რომ ის ფინანსები რომელი ფინანსებითაც ახლა თქვენ აფინანსებს ზოგიერთებს და ესა რა ქვია მე იმას თავსაც არის წუხებენ რომ დააგმონ ესა განცხადება გააკეთონ ხო პატარა ხან შეუჩერეს ფინანსები და იმითი აგვიშენე აგერ ფსიქიატრული საავადმყოფო აი მაშინ რა ქვია საგარეჯოში სადაც მაგას განვათავსებთ უყველას და დავასვენებთ ჩვენ საქართველოს მარტო საქართველოს კი არ დავასვენებთ დსვენებთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების დსვენებთ კაცო ავამტყოფები საშინელებაა ქუჩაში ვეღარ გეილი სადაც გეილი ყველგან ეს გიჟები და მოდიან მე და პროვოკაციაზე მოდიან კაცო ევროპაშიდაც უკვე ამბობენ რომ აღარ შეგვიძლია გვაწუხებენ თქვენიდან ჩამოდიანო და ხოვენო და გვაწუხებენო ელჩი გამოვიდა ილაბარაგა ევროპარლამენტის წევრი გამოვიდა ილაბარაგა
ესე იგი მართლა დადიან იქ და მართლა აწუხებენ იმას რომ გინდა თუ არა ცუდი თქვი საქართველოზე. ყველა გიჟებს ყველა კარიხია აქვს. აუცილებლად მაგრამ ეს უნდა მოიშალოს რა სირცხვილია ტურისტი აღარ ჩამოდის ბიზნესი თქვენ გაქვთ მე არ მაქვს ბატონო ბიზნესი ტურისტული ბიზნესი მაგრამ ხო გა უშიკუშვილი რო იძახეს სასტუმრო აღარ მუშაობს ჩემიო აღარ იმუშავებ ბატონო გუთხარ ხო წავიდნენ სახლში თუ გინდათ ტურისტები რომ ჩამოვიდეს ხომ გინდათ რომ ეკონომიურად ძლიერი იყოს ოჯახები თქვენ ოჯახებს მაგით მთელი საქართველოს ოჯახებს ნებენ ვისაც ბიზნესია კი ბატონო სულ ყველა ნებენ ამ საბოტაჟი ეკონომიური საბოტაჟი ეკონომიური საბოტაჟი და ეს არ არის შემთხვევითი ეს არის ხელოვნური რომ ქვეყანა დაასუსტონ ეკონომიურად ის ასაზერზე ლარის კურსი დავარდება ბანკები იმას არაფერიც არ დავარდება საქართველოს მაინც გაიმარჯვებს იმიტომ რომ ღვთისმშობლის ქვეყანა ყველამ გაათიცით რომ ღვთისმშობლის ქვეყანა ქართველი ხალხი ქართველიერი აიმარჯვებს ტერს ყოველთვის დავამარცხებ სულ ყოველთვის გამოდიან და ახლა ისა ომი გვინდაო კაცო გაიგე ხო აი მაგასთან დაკავშირებით ერთი წინადადება ბატონ ანდრესთან აი ეს თავარსარდალი ვარ რო იძახს აგერ ვარ მარტო კაცი მე სალომე ხო იძახის რომ მე თავარსარდალი ვარ ხო ყავს ხო გინდათ ომი აგერ ვარ მარტო კაცი 100 კაცი გამოიყვანეთ აგერ არის იალგუჯის საწვრთნელი ბაზა რა იარაღიც ექნება იმ 100 კაცს ის იარაღი მომეწვე მე შევებძოლები მარტო იმ კაცს იმ 100 კაცს თუ მოვიგე გამარჯვებული ვარ ესე იგი თუ წავაგე ბატონო მოკლე ალალი იყოს ვის შეებძოლები გირჩი ჯაფარიძე რო არ შარვალ ჩახტილი აი მაგა უკანალის მოთამაშე რო არის ხო იმას მოიყვანა 100 კაცი და მარტო შევებძოლები იალგუჯაზე შევებძოლები მარტო ოღონდ დრონები და ისინი არ დამანახოთ იქ მუაშორი და ვიბძოლოთ ერთი რა თუ იცით ბძოლა თქვენ რა არის და თქვი ისვენა რო გინდა და ის გინდა ბძოლა იცით რა არის თქვენ გინდა ბძოლა მარტო თქვენ რო ესვით და იქით რომ მოგდება არა ბატონო იმასაც რო ის იარაღია და ის რო გესვი რა შეგეშიდება გამოიცემ მიდახი ხო გაიქცენ 2008 წელს არ გაიქცენ კაცო 2008 წელს არ გაიქცენ ჩემოდნებით გადაიტანეს უკვე თავის ქონებები ხაზარაძე არ ქონა გადატანა თავის ქონები და ესა თავის ისა ბანკიდან გაიტანა თანხა ფინანსები და ოქრო გაიტანა და ძვირადღირებული ნივთები გაიტანა აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის იმაში კორიკამაზე დატვირთული ეზოში იდგა და დაელოდა მანამ სადამარ დალაგდა სიტუაცია კი ბატონო ბიზნესმენები დაიგებდნენ ბიზნესმენები დღეს გვერდში გაიგებდნენ ეგენი არის მაგათ გვერდში კაცო თან რუსეთშია ბიზნესი კაცო აი საქმე რაზეა ხაზარაძე საბასადა ბორჯომი სად გადის ერთი მითხარი ხო და რუსებს არ მიყიდა ბორჯომი ეს რო კაცო ერთი ნაბიჯი თუ გადადგა ჩვენმა სახელმწიფომ ჩვენმა ხელისუფლებამ ახლანდელმა ხელისუფლებამ ერთი ნაბიჯი რუსეთს თუ გადადგა თუ რამე გაუკეთა რუსებს თქვენ იმდენი გაქვს გაკეთებული თქვენ მომწონებული აემტოვნა ამას გამოძიება და მეორედ ვეღარ იტყვით იმაზე ბიჭო ბორჯომი რუსეთში გადის და აი ხა სადაც შედი რუსეთის ნებისმიერ მსხვილ სუპერმარკეტებში და ბორჯოს კოკაკოლა ჭყონია შენ ესა ენტონ ჭყონია გაიგე ლიბერალო შენი კოკაკოლით გადაჭედილია მთელი რუსეთი გაიგე ჩოჩელის იმითი ლიმონათებით გადაჭედილია მთელი ისა რუსეთი გაიგე და კიდევ რამდენი რაერთი ჩამოვთვალო რომელიც საქართველოს შედის აი ამ ყოლით ნაციონალების ბიზნესიდან გაიგე ნაციონალების ბიზნესიდან რატო შეგაქვთ ერთი გეკითხებით რატო ყველაზე დიდი ბაზარი არის თქვენთვის ახლა რუსეთი გაიგე და სადაც ესე იგი თქვენი პროდუქცია მიდის როგორც აი წყალი ისე მიდის და საღდება გაიგე ადრე სამტრედიაში ნაბეღლავი რუსეთში გადის გაიგე ჩამოжда ისა ძიძიგური თუ გახსოვთ ეს ხო კინგზე რო ჩაკეტა კინ რუსებს ეკონომიკა ჩაუგდა დღეს ამადგვერდში დგას აბა რა აგათანა დგას ამადგვერდში ისე მაშინ რკინილა რო დაжда ეკონომიკა ჩაუგდო რუსებს სამტრედიაში რო რკინილა გადაგება რუსებს ეკონომიკა დღეს რატო არ ეუბნები მაგ ბიზნეს მოაწარმოებენ ვისთან დგახარ ჭყონიას აემას მე კიდევ ხა გამოდიხარ და ომი ხო ვიცით ხო აშკარად ომისკენ მიხავთ ყველაფერი გაიგე ეს ხო ფაქტი არის თქვენ მიხავთ ყველაფერი ომისაკენ გინდათ საქართველოში გაიხსას მეორე ფრონტი ეს ახლა მე ხელისუფლების იმას ნარატივს კი არ ვაყიდო ხელისუფლების იმას კი არ ვიმეორებ განცხადებას კი არ ვიმეორებ სანამ ქართული ოცნება ამაზე დაიწყო საუბარი მე ვიძახთი მაგას ეგარ ბატონო ნიკოლო ბჟავანაძეს ენთათ ეთერში რო ვიყავით და იქ სეზონზე ვამბობდით მაგას იქ ჩვენ აი წლები ერთი
2-3 წელს უკან ვიძახთით მაგას და ქართულ ოცნება ჯერ ამას საფსაკეთს თვითონ არ ეხებოდა, მაგრამ ჩვენ ვიძახთით მაგას, იმიტომ რომ ეს უნდათ ამათ მეორე ფრონტის გახსნა. მეორე ფრონტი იმიტომ უნდათ, რომ საქართველოსდან უკვე დაიწყოს მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ. ეს უნდათ თუ არა, ის კი არა რომ საქართველოს ეშველოს და ქართულ ხალხს ეშველოს. ქართველი ხალხი მაგათ არ აინტერესებს, ესმითაშია საქმე. ესენი ამას გაიწყებენ, ამის ინიციატორები იქნებიან. შემდგომ ესე იგი შემოვა უკვე ქვეყანაში სხვადასხვა დაჯგუფებები, ეს დაქირაებულები და დაიწყება საქართველოს გაქცევა პოლიგონი. ესენი კიდევ და გაიქცევიან აქ და დაახვევენ და აი ახლა თუ მე სიმართლეს არ ვამბობ ბატონებო, თუ სიმართლეს არ ვამბობ, ხო? აი მათი აქტივისტები აგერ რომლებიც რუსთაველზე დგანან 24 საათი და მათი რომიტყვი გამოჩენილი სახეები რას სურვილი აქვს და რას გვეუბნებიან. გთხოვთ აჩვენოთ კადრები. ომის დროა. ნუ გეშინიათ ხახნო. ომის დროა. უბრალოდ მოვემზადეთ ბატონო, აი, ბატონო დავით. ეს გოგო ახლა რო იძახეს, ომია საჭირო გოგო, ომია. ეს მას შემთხვევით ვარ უთქვია, კაცო. ხო და ვის უდგანან გვერდში ბატონ ანდრისან? ისეთ პიროვნებებს უდგანან ბისმარკ, ჩემაშვილმა ქართულიც არ იცისო. ასეთ პიროვნებას ვარამია შვილი. ხო, ქართულად ასაუბროს. ქართულად არ საუბრობს, ინგლისური იცისო და რუსული დავისავად ეწოინება რა თქმა უნდა, ბიზნესი კა. ამათ უნდა ომი, უნდა ომი. გამოდიან და იძებენ, რისი თავი გათ, რისი ომის თავი გათ. მაგრამ ქართული მოსახლეობის, საქართველოს მოსახლეობის გაწყვეტა გინათ, ვერ ღირსებით მას. საქართველოს მოსახლეობის გაწყვეტა მათმა ერთხელ წადეს 2008 წელს, ხო? ჩვენ ხო კარგად ვიცით ეს და როგორ გავწირეს და როგორ მიგვატოვეს იქ და ჩავტოვეს სულ ჩავტოვეს. ჩვენ გაჭირული ვიყავთ, გაჭირული. პატრიარქს გვილაძღავენ, რომელმაც მიცვალებულები გადმოასვენა იქედან. გადმოასვენა, მიტოვებული ყავდა. ცოცხლები ხო მიგვატოვეს, მტრებიც რომ მიატოვეს ამ ნამუსებმა. და ამათ ომი უნდა, ტიგე გამოდიან და ომი თქვი ჩვენა გვინდაო, აბაბო, ომი გვინდაო იზა. ხო ახლა ეს გოგო რო იძახის, აგე ომია საჭირო, ომია საჭირო, ახალგაზრდა გოგო რო იძახის, ეს ბიჭი რომანი, ეს მარტო ესენი ხარ არიან, კაცო. ეს ყველა ხოავალებს, ვიღაბარა შვება, კაცო. ეს გაწერილია ყველაფერი, ვინ რა უნდა გაცხადება? მეც კი არაფერს აკეთებ და. ვინ რა გაცხადება უნდა გააკეთოს, ეს გაწერილია ყველაფერი. ანუ ამათ უნდათ ომი, მეგობრებო. ამათ უნდათ რომ ქვეყანაში დაივაროს სისხლი. ამათ უნდა საქართველოს გახდეს როგორც უკრაინა ისეთი, კაიგე. უკრაინაში ხომ ხედავთ რა მდგომარეობა არის და რა მდგომარეობაშია ჩავარდნილი უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე და ამას ხმამაღლა იძახიან უკვე ხმამაღლა აცხადებს ახლა უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ტრამპი რომ ომი დაიწყო ბაიდენმა უკრაინაშიო ბაიდენმა დაიწყო უკრაინაში ომიო ეხლა ზელენსკი გამოდის და რას ამბობს დღეს გააკეთა განცხადება რომ იქ იარაღის მოწოდება რომელსაც აწარმოებდა ამერიკის შეერთებული შტატებიო რაღაც გარკვეულ კორუფციასთან არისო გაიგე გადაზიდვები დაკავშირებულიო კორუფციასთან თვითონ ხო გაიგე რაშია საქმე ახლა ვისომ ტრამპის ის უნდა გამოიჩინოს ტრამპის თვალში სიმპათიები უნდა გამოიჩინოს ხო უნდა ახაც გადაეცინოს თავი გამოძრეს ხო გამოძრეს ახლა მაგრამ თვითონ რო არის ჩართული ამ კორუფციაში და თვითონ რო არის გარეული ამ სიბინძურეებში ხო ამას შენ ზელენსკი ვერ აისცენ გაიგე უკრაინის მოსახლეობა ბიჭო საქართველოს მოსახლეობა მას არაპატიებს გაიგე არაპატიებს არც ერთი უკრაინელი ამ იმას დანაშაულს მას არაპატიებს გაიგე და არც ერთი უკრაინელი მას ესე იგი რომ მეტყვი ასე ლამაზად არ გაუშვებს იქიდან გაიგე იმიტომ რომ უკრაინა თუ ვინმე დაიწყო და გადადგა ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ და განადგურდა უკრაინელი ხალხი ეს არის ზელენსკი ბაიდენი და მისი შვილი ხარტერ ბაიდენი გაიგე აი რომლებმაც თავიდან ბოლომდე გაანადგურეს უკრაინა როგორც ფიზიკურად ასევე ტერიტორიები ხო დააკარგინეს გაიგე და საერთოდ ხო მთლიანობაში მთელი უკრაინა მიწასთან გაასწორეს ეს გააკეთეს ამ სამ ადამიანმა რომელმაც უზარმაზარი მილიარდები შოეს ამ ომის ხარჯზე ეკლესიაში სექტანტები შოუშვა ეს დაანგრია ეკლესიები აღარ არის მასშტაბებელი ეკლესია უკრაინაში აღარ არის და თქვენ რო იძახით თქვენ რომ იძახით ომი გვინდაო ჩვენ გავიარეთ ჩვენ ის ომიც გავიარეთ და ის მიტოვებაც გავიარეთ გესმის საშია საქმე ის შიმშილიც გავიარეთ და ის სიკვდილსაც ჩავხედეთ თვალებში და აქ მერე ხელისუფლება რომელებიც გინდა წინა გინდა სააკაშვილამდე ხელისუფლება მერე კიდევ 2008 წელს მით უმეტეს სერიოზული რეპრესიები გავიარეთ იმ ადამიანებმა და სერიოზული ესე იგი რომ დარტყმები გავიარეთ რომლებიც საომარ მოქმედებებში მივიღეთ მონაწილეობა და აი შეხედეთ ნახეთ უკრაინაში რა ხდება იმ ნაომარ ბიჭებთან მიმართებაში თვითონ უკრაინის პოლიცია რას უშვება იმ ნაომარ ბიჭებს და იმ ინვალიდებს და იმ დასახინჯებულ ადამიანებს რომლებიც ფრონტის ველიდან დაბრუნდნენ დასახინჯებულები
დაჭრილები და ფეხმოწყვეტილი ადამიანს საშუშებად ნახეთ აგე თხოვთ უშენოთ კადრები. Нет, я вас знаю. О, нормального мусора. Есть раз. О, леща дал мусору. Прикинь. Ого, шо он чудят, пидоры, блядь. Так это мусора? Ну да. Доебались. Подожди, он на костылях, что ли? Да у него ноги нет. Протез. Ебаный рот. აბატონებო, ნახეთ ახლა, აი ფაქტი სახეზე არის, გესმით აშია საქმე. ჩვენ საერთოდ ჭორების საფუძველზე კი არ ვსაუბრობთ, კაცო. ჩვენ გესაუბრებით ფაქტებით გესაუბრებით, ეს ნამდვილი კადრები არის. აი ეს არის ახლა უკრაინაში. იქ ხოცავენ წინახაზე ხალხს, ხო? იქ ხომ ესე იგი ფაქტურად ანადგურებენ უკრაინელებს და ის ვინც კი გადარჩა ბრძოლის ველზე და დაეჭრა და უკვე ისა რეაბილიტაცია გაიარა და რაღაც მკურნალობა გაიარა და არ ექვემდებარება ის უკვე გაწევას, ხო? და ზოგ ცალიფეხი აქვს, ზოგ ხელი არ აქვს, ზოგ თვალი არ აქვს, ის არ აქვს. აი როგორ ექცევა ხელისუფლება იმ ნაომარ ბიჭებს, რომელი ნაომარი ბიჭების გარეკეს საზარბაზნე ხორცად უკრაინაში და იქ წინახაზე ამოხოცეს სულ და ესე მილიონობით ხალხია დახოცული უკვე მილიონობით ხალხია დახოცილი. აი უკვე უგზო-უკრო დაგებული კიდევ რამდენი არის და რამდენი ესე იგი რამდენის ოფიციალური აღრიცხვა არ არსებობს. ბატონო დავით, ხო? 20 მილიონია დარჩენილი, 25 მილიონია კიდე დარჩენილი, ისიც არიციან, არ იგი 20 მილიონი დარჩენილი. ჯერ ახლა ზუსტ ციფრებს ჯერ ვერავინ ვერ დადებს. მანამ სანამ ახლა არ შეჩერდება და არ შეწყდება საომარი მოქმედებები, მე მაგას უნდა რა 2-3 წელიწადი უნდა მაინც ხო, ზუსტი ციფრი დაიდოს, ესე იგი, რამდენი ადამიანი განადგურდა, რამდენი დაიკარგა უგზო-უგლოდ და ასე შემდგომ. ეს ამას ასე ადვილი სამუშაო არ არის, ეს და მით უმეტეს ახლა უკრაინა 47 მილიონიანი ქვეყანა უკვე აღარ არსებობს რა, ფაქტიურად. და გაანადგურეს ამგენმა, გაანადგურა უკვე და დაღუპა და ასახინჩა და მიწასთან გაასწორა ბაიდენმა, ხო? და ზელენსკი გამოდის ახლა და ესე იგი უკვე თავის მართლების რეჟიმში არის რა. აი სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობს, მაგრამ ვერ გამოძრები შენ სიტუაციიდან და იგივე უნდათ ახლა გააკეთოთ მეგობრებო საქართველოს. ჩვენ ეს ერთხელ გავიარეთ. ჩვენ ზუსტად ასე ვიდევნებოდით სააკაშვილის დროს. აი როგორც ახლა თქვენ განახეთ ეს კადრი, აგერ ხომ ხედავთ. ხო, არ ვიდევნებოდით, ეგ ცხონებული როინშავაძე ქუჩაში დახვრიტეს პირდაპირ. 2008 წელს ომიდან რო დაბრუნა კაცი. ხო, 2008 წელს ომიდან რო დაბრუნა კაცი ქუჩაში დახვრიტეს როინშავაძე. გიაკრიალაშვილი ქუჩაში დახვრიტეს, ხო? ოთანაძე დაჯრეს. ოთანაძეს გადარჩა სიკვდილს, ემერიძე გადარჩა სიკვდილს, ხო? და გვითა მოედაზე კიდო რა უქნეს და რა დღეს ჩააგდეს ის ვეტერანი ადამიანები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს იბრძოდნენ, ხო? არ მაქვს კიდე ჩემს მაგას კობერიძეს რა უქნეს მალხაზი მოკლეს კაცო, ცემაში მოკლეს მალხაზი. გული გაუსტა რა. კი, მალხაზი ირემაძეს რა უქნეს. ზურაიმა მოკლეს. პროსტო მტკიცებულება არ გვაქვს. ესეც გამოსაძიებელი საქმეებია. ძალიან ბევრი გამოსაძიებელი საქმეებია და ამიტომ არის რომ ჩვენ მე თავაზობ იმ საგამოძიებო კომისიას ჩვენთან თანამშრომლობას რომ ჩვენ აი ეს ამის შესახებ ძალიან ბევრი რაღაცები ვიცით და ფაქტები. და ახლა ნახეთ ამას აი ეს გავიარეთ ჩვენ კაცო, ეს გავიარეთ, დაგხოცეს ჩვენ ვინც ვერ მოჰკლეს და ვინც ვერ ესე იგი ქუჩაში დაგხვირდეს, ყველა ციხეში შევხარეს და იქ გვაწამებდნენ და იქ ვიყავით საშინელ მდგომარეობაში, ხო? ეს ჩვენ 2008 წელს ნახეთ ჩვენ რასაც ახლა უკრაინა ნახულობს და რაცაც ახლა ის მებრძოლი ბიჭები, რომლებიც დაჭრილები და დასახინჩრებულები დაბრუნდნენ ბრძოლის ველიდან მდგომარეობაში არის, ეს ჩვენ გავიარეთ ყველაფერი და მეორე ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით უკვე რა დღეში ჩავარდება საქართველოს, ძალიან კარგად ვიცით რომ ქართველი ხალხი აღარ იარსებებს ამ ქვეყანაში, აღარ იარსებებს ამ ქართველი კაცი და აქ იქნება მარტო სამხედრო პოლიგონი, სადაც იქნება განთავსებული სხვადასხვა გადამთიელები, სხვადასხვა ესე იგი დაქირავებული ბოევიკები და იქნება აქ
საშინელი მდგომარეობა. ქვეყანა იქნება სისხლის მორებში იქნება. ქვეყანა იქნება საშინელებაში. და ამიტომ ამ საშინელებაში ჩვენ აღარ დაუშვებთ. იმ კვლელობებს აღარ დაუშვებთ. ანგარისწორება წავა, მე ვიცი, ზუსტად ვიცი, კაი, ეხლა კარგად გამიგეთ და ჩვენ ეხლა სამხედროები ვართ და მე ნამდვილად ეხლა წამსვლელი არსად არა ვარ, გაიგე რომ ამ ქვეყანაში დაუშვათ დაიწყოს არეულობა და ხო მე ძალიან კარგად ვიცი რომ ჩვენაირ ადამიანებს მიადგებიან, დავით, ხო მიადგებიან. მიადგებიან, იმიტომ რომ იციან მაგენმა და სიებიათ გაკეთებული ვის უნდა მიადგენ. და ახლა როგორ ვფიქრობთ, ჩვენ 100 ადვილად ჩავბარდებით მაგათ? არა. არც ერთ შემთხვევაში. გაგიყოლებთ იქით, გაიგეთ რა შეასახმე. ჩვენ უკან არ დავიხებთ. უკან დამხევები არა ვართ. ამიტომ ეს ვარ მოხდეს. ესე იგი ურთიერთანგარისწორება, ეს ვარ მოხდეს შიდა დაპირისპირებები, ჯგუფური დაპირისპირებები და ერთმანეთს არ დავიწყოს ხოცვა ჟლეტვა, სადამ გვიან არ არის აზზე მოდით, ესმის რა შეასახმე და სწორ გზაზე დაადექით. მოეშვით, თავი დაანებეთ აი ამ ბინძური გეგმების განხორციელების ხელის შეწყობას, რომ თქვენ საქართველოში sis აღარ დაგაღურებინებთ. და აღარ დაბრუნდებით, დაანებეთ თავი. მორჩა, ეს ვაშაზე რო გამოდის, ეს ჭუჭუ ვაშაზე, ეს უნამუსო კაცი, ბიჭო. ასეთი გათახსირებული ადამიანი საიდან გამოჩნდა, კაცო, საიდან მოიყვანეს, თუნდაც ეს ხაზარაძე, ეს არამზადა, რომელი ეროვნული მხსნელი ადამიანი შენ ახარ, ეროვნული დამაქცევარი ხარ, შენ ეროვნების დამაქცევარი ხარ, საქართველოს დამაქცევარი ხარ. საქართველოს მოსახლეობა დააქციე, დაღუპე, ბინები ჩამოართვი, ადამიანებს ბიზნესები ჩამოართვი, უძრავი ქონებები ჩამოართვი და გაუყიდე ყველაფერი და გაანადგურე და ეხლა მოდიხარ და აიძახი რომ ისა რა ქვეყანა უნდა ვიხსნაო, ქვეყანა კი არ უნდა იხსნა, ქვეყანა ჯოჯოხეთში უნდა წაიყვანო და ქვეყანა ომისკენ წაიყვანო და ჩვენ არ დაგაყვანინებთ ქვეყანას ომისკენ. ამიტომ ამ საგამომძიებელ კომისიამ ბატონო დავით, არათუ მარტო სააკაშვილის დროინდელი ჩადენილი დანაშაულებები უნდა გამოიძიოს. არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც დანაშაულებებს ჩადიოდნენ, როგორ საბოტაჟი უკეთებდნენ ქვეყანას, არაერთი მცდელობა პარლამენტის შტურმის და რა ვიცი. ხო, ეს უნდა გამოიძიოს, ეს უნდა გამოიძიოს. ეს უნდა გამოიძიონ, აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ეს ბოლოის ხო არ არის წინა იმაზე და წინა არჩევნებზე და რამდენ ხანს იყვნენ ქუჩაში და აბა მაშინაც იმას დახდნენ გაყავდა არჩევნები და არიქა და ხო შევიდნენ პარლამენტში ვფიქრობდნენ რომ რამდენაირად ხალხი მოეყვანათ ქუჩაში და ხოცოში დაყოფილიყო სულ ამას ვფიქრობენ ეს გამოსაძიებელია ყველაფერი ეს უნდა გამოიძიონ ამის მოთავეები ვინც არიან ყველა დააჯერია ის კი არ უნდა შეიწყალო რომ გამოვაგდეს გარეთ მოწოდებისთვის კი მელია და ესა ქორამია შესაბრუნებელია ეგ უღან მე ხლა ნახეთ ეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ხო ფაქტიურად უკვე ყველა ნათელი გამოჩნდა რომ მართლაც ესე იგი ამათ უნდათ საქართველოში არეულობა მოხარიყო ხო ხალხი პოლიციელებს კაცო სროდენ აგერ ეს ისინი ისო შვიდობიანი მომიტინგეები სროდენ ბიჭო უცხოელები ყავდათ ჩამოყვანილი კაი ერაყელები ყავდათ ჩამოყვანილი ირანელები ყავდათ თურქები ყავდათ ჩამოყვანილი უკრაინელები ეს მოძალადე ისინი მოიერიში ჯგუფები სულ ესენი იყვნენ კაი სუყლე ესე იგი ანუ ქართველ კაცს კლაკლევინებდნენ ვიღაცა ურჯულოს და ფული გადუხოდეს და ჩამოიღო ფული 1000 ლარს უხდიდნენ თორემ იმაში გერმანიაში 400 კაცი დააბატიმრეს 400 კაცი პოლიციას რო შეეხო დიახ რა ჩვენ ნახდებოდა ის რო გერმანიაში გაეკეთებია დაწყვიტავდნენ სულ ყველა ბიჭო კაპიტოლიუმში ეგ ხო ხედავ რა გააკეთეს არ გადაუარეს იმ ხალხს და ამნეკაზი გაასამართლეს ის 2000 კაცამდე დაჭერილი არისო სოფლიოს აჩვენონ ეს კადრები ჩაუტანონ იმ პირწავარნილი მას ეშმაკებს იქ ევროპარლამენტარებს რომ გამოდიან შვიდობიანი მომიტინგი აჩვენონ ის კადრები და ნახონ და იმასთან თავიდან ბოლომდე დღეების და მიხედვით როგორ სოლდნენ ჩვენ პოლიციელებს ჩვენ გმირ პოლიციელები მაგრამ გმირი პოლიციელებია ისინი რა დღეში ჩაყარეს ჩვენ პოლიციელები თუ ზალადობრივად კი ბატონო რა დღეში ჩაყარეს ჩვენ პოლიციელები ბიჭო რა დღეში აუცილებელია ეს უნდა მივიდეს ბოლომდე ეს გამოძიება და გარეთ კი არ უნდა გამოუშვა კიდევ უნდა მიუმატო იმას ისინი ვინც დანაშაული მიუძღვით სულ ყველა უნდა დაიჭირონ და აგებინონ პასუხი გამოდის ეხლა ეს ვინც იმათ აკეზებდა და იმას იბირებდა კიდე უცხოელებს და ჩამოიყვანეს და ასროლიეს ჩვენ პოლიციელებზე კი აი ისინიც ესა ნახე ხა რა მოხდა ესენი დაადებორტეს კაიგე კი უნდა დაედებორტებინათ ესენი არ უნდა გაგეშვათ თქვენ ბატონებო ეს ერაყელები ეს ირანელები ეს თურქები ეს ლიბერალი რუსები ბელორუსები უკრაინელები რომლებიც თქვენ ყავდათ დაპატიმრებული კი არ უნდა დაგედებორტებიათ
უნდა გაგესამართლებიათ, იმიტომ რომ მათმა დაანშაული ჩაედინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მიდიან უცხო ქვეყანაში და იქ ესე ღებულობენ მონაწილეობას რევოლუციურ იმაში, სცენარში, ხო? და მეტიც კიდევ დაიწყეს ისა ძალადობრივი ქმედებები და დაარბიეს თელი რუსთაველი, ხო? ეს დაამტრიეს და გატეხეს მაღაზიები და კერძო ბიზნესი გაანადგურეს რუსთაველზე, ხო? ზები აღარეს, კაცო. იქ ბანკომატები გაიტანეს, ხო? ეს ხალხი დაადეპორტეს, კაიგე? დადებორდებოდა, კაც უნდა შეგეშვათ ციხეებში და ყოფილიყვენ იქ და მიგრაციის სამსახურის გასაწმენდია. ყველა ტელესისტემა გასაწმენდია. ტელესისტემები არის სიწმინდე სისტემები გაქვს გასაწმენდი ქართულოცი მოვთელი. მთელი სისტემები ყველგან გასაწმენდები გაქვთ, იმიტომ რომ 1-2 ადამიანი რო განთავისუფლებს, ეს არაა საკმარისი, კაცო. გაუშვით წმენდა დაიწყეთ, საკადრო წმენდა დაიწყეთ თავი და ბოლომდე თუ გინდათ თქვენ იმუშაოთ ნორმალურად და მოგეცეთ მუშაობის ნორმალური საშუალება. და არა ის, რასაც ახლა ესენი აკეთებენ და რასაც ესენი ჩადიან, კაცო, ყველაფერს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები არის ყოველდღიურად ჩვენ ქვეყანაში ოპოზიციის მხრიდან. ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები. საშინელებებს ჩადიან. შეურაცხყოფას აყენებენ ართო მარტო იმას ეს არ არის უკვე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ქართული ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა არის. რა ვიცი, რა რიტუალებს არ გვიტარებენ, კაცო, ამ იმაზე რუსთაველზე აგეთ და რა უბედურებებს არ აკეთებენ და ეხლა რუსთაველიც აღარ გვაკმარეს და აგერ ახლა ისა რა ქვია, ვიღაცა თურქეთიდან მჩხიბავი ჩამოიყვანეს, ეს მჩხიბავი თქვენ მალამ მჩხიბავებოდა, თქვენ მალამ კუდიანებო თქვენ, გაიგე? მჩხიბავი ხალი ჩამოიყვანეს თურქეთიდან, ესო სოფლიო მნიშვნელობის მჩხიბავი არისო, რომ იმასო რა ქვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯადო დაადვესო, ჯადო აქ დადებული და ვეღარ იმუშავებს, თურმე ხა და ვეღარ ფუნქციონირებს პოლიცია, რაცოდოა არის და ძვირად ღირებული არისო და ეხლა თქოთ, მე ძალიან თქოთ, მე ყოველთვის ფაქტებით საუბრობ და თქოთ, აჩვენოთ კადრები და ნახოთ საქართველოს მოსახლეობის ძირითად ნაწილთან ეს მჩხიბავი ხალი ვინ არის და რა უბედურობას აკეთებენ ესენიათი მითხარი და რა უნდათ ამ ქვეყანასთან. ზურაბ ჯაფარიძის პარტიაში გირჩი მეტი თავისუფლება აცხადებენ, რომ მჩხიბავს შინაგან საქმეთა სამინისტროზე ჯადო გააკეთებინეს. პარტიის წარმომადგენლები ზახესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფებოდნენ. როგორც გირჩი მეტი თავისუფლებაში ამბობენ, მჩხიბავის სტელა სტამბოლიდან ჩამოიყვანეს და პოლიცსაბჭოსთან შეთანხმებით დაგეგმეს ჯადოს გაკეთება. პარტიაში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა იმ პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს და ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ამბობენ, რომ ჯადოს არ მოხსნიან. გირჩი მეტი თავისუფლების პოლიტიკოსები უკვე რამოდენიმე დღე აყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში, უზღუდავენ მათ თავისუფლებას და ჩვენ გადავწყვიტეთ სპეციალურად ჩამოგვეყვანა სტამბოლიდან მჩხიბავი, რომელიც არის შესული მსოფლიოს ტოპ 27 მჩხიბავში და გაგვეკეთებინა ჯადო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. იმ შემთხვევაში თუ დღესვე გაანთავისუფლებენ თითოეულ მათგანს, ჩვენ ჯადოს ავხსნით, რა თქმა უნდა. ვწყვეტეთ, რომ არატრადიციულ გზას მივმართოთ და მოვითხოვოთ ბორის ყურუას გათავისუფლება, რომელიც აიჭირეს ტროტუარზე დგომისთვის და იმ 5 ადამიანის გათავისუფლება გირჩი მეტი თავისუფლებიდან, რომლებიც სუსის შესასვლელის ჩახერგვის გამო ახლაც დაჭერილები არიან. აბატონებო, ნახეთ, ხომ ხედავთ? ხომ ხედავთ რა ცხოვრები ცხოვრობენ ესენი და რას აკეთებენ? ეს ახლა ბატონო დავით, მე არ ვიცი ახლა ამდენი ხანი ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ასეთი რაღაცა მე არ მინახია. აიგეთ აშია საქმე და ამის გამკეთებელი ახლა არის ნორმალ ჯგუაზე? ნორმალები არც ერთი არიან ესენი. ამის გამკეთებელი რო არ არის ნორმალური და ტვინიად გამორეცხილი რა თუნდა ლაბარაკი, მაგრამ ბადონდესთან წეხან თქვენ ამბობდით რომ ამას ფულს გადუხდიდნენ, რა თქმა უნდა, უპილოდ არავინ არ. რა, მაგრამ ძვირად ღირებულია, თქვენ ძვირად ღირებულიო. ეხლა ხო, თან აპროდესებენ, თან ფულს ღებულობენ სახელმწიფოდან, პარლამენტის გაყალდა არჩევნები. ეს ფული ესე იგი ამას გადუხადეს. ნუ ამ იქიდან ხო აფინანსებენ კიდევ შემომოწყონებულო ქართულ ხალხს მიეცის ფული. გაჭირვებულების მეტი რა, გაჭირვებულების მეტი რა დაურიგეთ ჩვენ მოსახლეობას. აბა ეგ რა თქვით. თუ ბევრი გახდა პარლამენტში კიდე პარტიის დაფინანსების ფული უნდა ავიღოთ აბა რა. თუ გაყალდა რაღაც ღებულობ. ამისთვის იღებენ მჯღიბავები რო ჩამოიყვანონ და ჭინგები ჩამოიყვანონ და შეასახლო.
დაასახლოს საქართველოში. ამისთვის იგებდი არა საპარლამენტო სასაული გასაისაო შინაგან საფერა სამეცო ჯადო დავადეთო გაიგე დარაახსითო გაიგე ჯადოსო ეს ბავშვები მეწოდებიან ბავშვები ეს ახალგაზრდა ბავშვები კაცო როგორ გადაიყვანეს ჭკუაზე და როგორ შეუქციეს თავი და ბოლომდე მთელი მიმართულებები და აზროვნება და აბსოლუტურად არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნების ეს ბავშვები აღარ არიან კაცო აღარც ოჯახი იციან აღარც მშობელი იციან ოქროს საწმისის ქვეყანა აბა ოქროს ამხელა ისტორიის მატარებელი ქვეყანა ვარ ჩვენ ხო არც არაფერი მოგვიპარია ქართველგან შეიძლება თითოეულა ეს ევროპაში იპარავდნენ საათებს და ოქროს საწმისი მოხმარეს და ხმას არ ვიღებ და გაგებებული ვარ და ვაპადიეთ და პადიოთ ხო ამ ქვეყანაში ჯღიბავს რო ჩამოგიყვანა და მოხმეთ თურქეთიდან ჩამოიყვანეს მძღიბავი ამ ურჯულუებმა და ამ უჯიშუებმა გაიგე უჯიშუები ხართ აბა რა ხართ თქვენ ჯიში და ჯილაკი გაგაჩენია თქვენ თქვენ უსამშობლო ადამიანებო თქვენ გაიგე ყუდიანები და ჯადოქრები ჩამოყავთ საქართველოში იმისათვის რომ საქართველოს ესე იგი დაიქცეს და დაინგრეს ხო თქვენ მალა ყუდიანებო თქვენ მალა ჯადოქრებო თქვენ როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა გააკეთოთ კაცო შენი ქვეყნის წინააღმდეგ როგორ შეიძლება ეს გააკეთო ბიჭო მართალია თქვა ბატონო დავით მახა ბიჭო იმ ხარს ხო მაინც მინიმუმ 50000 დოლარს ხო გადაუხდიდნენ მინიმუმს ვამბობ მით უმეტეს ესენი სახე რომ ძვირად ღირებული არისო ძვირად ღირებული ხო ხო მე მინიმუმზე ვამბობ ბიჭო ამ შობა ახალწელს ამდენი გაჭირებული ადამიანი შეხვდა და ბევრ სიმართლე გითხრათ ეხლა არის საქართველოში მოსახლეობა სადაც არ ქონდა რა ის ფუფუნება და ის მდგომარეობა რომ ნორმალურად შეხვდა და ახალწელს ხო რაღაცა სუფრა გაეკეთება ის და ბიჭო ეს ფული ნუ თუ არ აქვს ეხლა თქვენ და არ იცით რომ ვინმე საახლობლოში რომ ინფორმაცია რა გაქვთ რამდენი გაჭირებული ადამიანი არის ხო გადაგენაწილებიათ ეგ ფული ეს ხო შავი ფული მიეცეთ იმას თქვენ და ეს ფული რომელიც იმ ხალხს გადაუხადეთ იმ ჯღიბავს ხო ეს ფული ხო არ არის ისი რა ქვია სადმე რეგისტრირებული ფული შავი ფული არის ხო გადაგენაწილებიათ 200 დოლარი რო თითო ოჯახიცა მიგეცა იმ გაჭირებულებისთვის ხო საკმაოდ ბევრი ადამიანი მიიღებდა ამ თანხას და საკმაოდ ცოტა ხელგაშლილი შეხვდებოდა ახალწელს მაგრამ თქვენ არა გაქვთ მაგის სურვილი არა გაქვთ მაგის წუხილი არ გინდა თქვენ საქართველოში რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცხოვროს და ნორმალურად იცხოვროთ გაიგე თქვენ ახალ ქვეყნის დამაქცევრები გაიგე თქვენ ახალ ერის მოღალატეები და თქვენ არ გაინტერესებთ საქართველოში მშიერი და მწყურვალი თქვენ გაინტერესებთ მარტო თქვენი თავი და გაინტერესებთ მარტო ის რაფერ დააზიანონ ეს ქვეყანა და რაფერ ესე იგი გაისკელონ თავიანთი ჯიბები და თავიანთი შვილებმა იცხოვრონ კარგად თავიანთმა შემოგარენმა იცხოვროს კარგად და სხვა დანარჩენები არ გაინტერესებთ არა ამიტომ გეუბნებით თქვენ თავი დაანებეთ ამ ჯადოქრობას გაიგე თავი მოეშვით ამას ყველაფერს თავი დაანებეთ ხო და ეს ბავშვები ნუ დაგვიღუპეთ კაცო ამ ბავშვებს ჩვენ რაღაცნაირად მივხედავთ და რაღაცნაირად გამოვიყვანთ მდგომარეობიდან ძალიან ცუდი მდგომარეობა არის ბატონო დავით ამ ახალგაზრდებასთან დაკავშირებით როგორ მთელი წლები გაიგე ეს ბავშვებს ესე იგი ტვინი გამოურეცხეს რა და აი ესე არასწორი მიმართულებით წაიყვანეს ერთადერთი გამოსავალი ბავშვები უნდა დაბრუნდნენ სასწავლებლებში და მეორე თუ გაიმეორეს უნდა გაერიცხოს ყველა სასწავლებლიდან ამათი გამოსწორება მე მგონი ასე იგივე არ იქნება ბიჭო ეხლა ერთი უნდა აპატიოს სახელმწიფო ყველაფერი შემდეგ ჯერზე უკვე გაერიცხოს სასწავლებლი და უფლება არ ქონდეს იმან ინსტიტუტში ჩააბაროს ქუჩაში რომ უნდა დადგეს ბატონო სკოლაში არ დადის ქუჩაში უნდა სკოლიდან უნდა გაერიცხოს ჩემთვის რიცხავდნენ სკოლიდან და ფეზაურში აგზაინე ფეზაურს ამთავრებდა ეხლა ინსტიტუტად არის ფეზაურები ლესავი გამოდიოდა შემდგებელი გამოდიოდა აი პროფტექნიკუმები იყო მაგრამ სხვათა შორის კარგი რაღაც კარგი სისტემა იყო კარგი ფეზაუ იყო პროფტექნიკუმი ხო ტექნიკუმის სხვა იყო პროფტექნიკუმის ფეზაურს მძახდნენ ამემა პალტოებს ურიგებდნენ და ფორმებს ურიგებდნენ და მახსოვს ეს ხო და მე სპეციალისტები გამოდიოდნენ სპეციალისტები გამოდიოდნენ იქიდან კარგი სპეციალისტები გამოდიოდნენ იქ ცუდი კი არ იყო იქაც კი უნდა აუგზავნო ამ სექტანტებს ისიც აღარ უნდა ასწავლო და არ უნდა კონდეს უფლება და შეხება ვეღარც კერძო ბიზნესი მიიღებს და სახელმწიფო სამსახური ხო არა იყო სამსახურში უცოდინა კი ბატონო
აი ეს უნდა გაკეთდეს. იცი რა არის, ეხლა თქვენ აი ნახეთ შეეხეთ სწორედ ახლა ისეთ კინეულ თემას, ხო ეს სკოლებიო, უმაღლეს სასწავლებლებიო. ქუჩაში არის, არ უნდა. ყველა განათლების სამინისტრო არის გასაწმენდი თავიდან ბოლომდე. კი ბატონო. განათლების სამინისტრო უნდა გაეწმინდოს, კაიგეთ აშია საქმე, იმიტომ რომ იქ არის დატრეინინგებული პედაგოგები, კაიგეთ, იქ არ არიან პედაგოგები, კაიგეთ, იქ არ არიან პედაგოგები, ისეთი პედაგოგები, რომელი პედაგოგების დედაშვილურად, მამაშვილურად მიუდგება თავის მოსწავლეს, ხო, ისინი არიან პირდაპირ მიზანმიმართულად ტვინს უწამლავენ ბავშვებს, ხო? აღარა დამთავრდა პედაგოგის ინსტიტუტი დამთავრდა, აღარ არის, კაიგე. არის სპეცაგენტები ახლა ესენი. სპეცაგენტი არის ის გორდელაძე. სულელი გორდელაძე რო გეყოლება, ის ირმა გორდელაძე რო გეყოლება, სულელი, გადარეული, გაგიჟებული, გურული, სულელი ვიღაცა ყაბალახეთო დარბის, კაიგე, მიტინგებზე და იმაზე. ეს ხალი რო გეყოლება სკოლაში, ეს თან ისტორიის მასწავლებელი ყოფილა, კაცო, კაიგე. რომელი ისტორია? სად ბავშვი, კაცო, მშობლებს გეუბნებით, თქვენ მოძულებული ხართ ბავშვები, რომ სულელთან რომ მიხავთ, ამ სულელ ქალთან. ან კიდო იმასა ვიღაც ის არის, ქათამი ისა, აფხაზავა კიდე. მოძულებული ხართ ბავშვები, სად მიყავთ? რატო ღუბავთ ბავშვებს? კაიგე, როგორ გამოვა იმათი აღზრდილი ბავშვები? ნორმალურად როგორი აღზრდიან? ახლა იმათი აღზრდილი ბავშვები ნორმალურად ერთი მითხარი და სწორ გზაზე როგორ დაადგება, ხო? გასაწმენდი არის განათლების სისტემა არის გასაწმენდი. რამდენია ესენი, კაი, ესენი ჩანან და ვიცით ვინც არიან. ძალიან ბევრი. აგერ ახლა კიდევ ერთ ვეთქვი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ააშენა ბიზინა ივანიშვილმა. ააშენა. აფინანსებს ბიზინა ივანიშვილი. და ესა ხუბუა. ახლა ხო დანიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დგას ამად გვერდით. ხუბუა დაგნიშნა ბიზინა ივანიშვილმა. შენ ბიჭო მიშას ყოფილი კადრია. ხო, ყოფილი კადრია. გიულის კადრია. ხო, გიული კი ბატონო, გიულის კადრია. აი გუშინ აგერ რაღაც ელი ბანერი გამოფენილი გაიგე და არის ისა ხარს უჭერს ამ იმას. ხო და რაც ფულია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზინა ფულებს ვისაც უხდი ისინი გებძვიან, გაიგე? ჩვენ აი აგერ რა ჩეულები ვართ, როგორც ვიყავთ ისე ვართ და ფულებს ვისაც უხდი ისინი გებძვიან, ეს ვინ ურჩევს ერთი ამ კადრების სიმბოლო. ხუბუა ეგ დასანიშნი იყო? ხუბუას იმისათო იქ მდგომარეობა გამოვესწორებინა და სწორგზაზე წარემართა ყველაფერი პირიქით შემოაბრუნა ყველაფერი. უგუღმა 100 მეტაო, გაიგე, უგუმაო და გააკეთა, უგუღმა 100 მეტა, მაგეთა ხო ხედავ, რამდენი ის დაგეპირისპირა, აგე სტუდენტი დაგეპირისპირა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, გაიგე რაშია საქმე. რას აკეთებთ, კაცო? რას აკეთებთ? თქვენი ხელით თხრით იმ სამარეს სასწაულო ჩაგაგდოთ მაგეთმა, გაიგე რაშია საქმე? თქვენი ხელით ეს მდგომარეობა გამოასწორეთ, ეს ვიცაშია საქმე. არ არის პრობლემა, დაიწყე მასზე ურიწმენდა. იმდენი შენ კადრი ხავს, იმდენი კადრი ხავს, შენი ძველი გვარდიელები, ის ადამიანები, რომელსაც შენ ქართული ეცოვა მოგიყვანან ხელისუფლებაში და მე ამათი ხრიკებით და ამათი მაიმუნობებით რო ჩამოგაცილებიეს, ხო? ეს ადამიანები, ის ერთგული ადამიანები არიან, დაუძახე იმ ერთგულ ადამიანებს, რომლებიც ერთგულად გიდნენ გვერდში. არა იმას, გაყიდულ გუბაზას და ბესელიას და იმას, გაიგე? არის საშუალება. ქვეყანაში არსებობს ჯერ კიდევ რესურსი, იმის რესურსი, რომ გადავარჩინოთ განათლების სამინისტრო და დაიწყოს ნამდვილი ეროვნული პროგრამების მიხედვით მუშაობა და სწავლა. უზენაეს საბჭოს წევრები. დიახ. აი მარტო. ეროვნული ადამიანები. ეროვნული მე, ამოსაკითხი ხალხი. დიახ, კი ბატონო. ყველა არ არის ახლა დამოუკიდებლობას ხელმომწერი ხალხია და ამოსაკითხი ხალხია. ყველა არ არის მიშასთან ის გასვლილი. საქმეში ვინც არ არის გასვლილი მიშასთან. სულ ყველა დაგიდგება გვერდში და სულ ყველა ლექციას წაიგითხავს და სკოლაში წავა და მასწავლებლად იმუშავებს. არსებობენ კაცო, კიდევ არიან ჯერ აკადემიკოსები, არიან პროფესორები, არიან ჯერ რომლებიც ამგენმა მიშამ ჩარეცხილები უწოდა, გაიგე და გიულის უნდა ასე, გაიგე. გიულის თავისი ჭკვიანი არ უნდა და გაიგე, რაშია საქმე. და ჩარეცხეს მაგენი და ის ადამიანები გამოიყენეთ კაცო, იმათი ცოდნა გამოიყენეთ, ეს არ არის სიცხვილი, გაიგე, რაშია საქმე. არა და ვიღაცა დატრეინინგებული სამთვიან კურსებს გავლილი პროფესორი არის უკვე ეს ქალი ვიღაცა საქართველოში საბაკას არ დაუძახებო, გაიგე? საბაკას. აი, ახლა მითხარი, ის რო პროფესორი გეყოლება, გაიგე? და ის რო ლექციებს აგიგითხავს, ახლა შენ უნივერსიტეტში მითხარი, როგორი სტუდენტი უნდა გამოვიდეს. ბატონო დავით, ჩვენი დრო ამოიწურა და ამიტომ მე მინდა რომ მადლობა გითხრათ აქ მომზადებისთვის. ძალიან საინტერესო საუბარი ქონდა. სვიფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კიდევ და კიდევ უერთდებით იმ გლოვას TV+-ის სახელით უსამძიმრებთ ოჯახს იმ ტრაგედიას, რომელიც ტრაგედიას დატრიალდა რამოდენიმე დღის უკან გალის რაიონში და ვიზიარებთ ჩვენ იმ წუხარებას და უცხადებთ ოჯახს სამძიმარს და უფალს ებარებოდნენ ის ანგელოზი ბავშვები და უფალთან იქნებიან ყოველთვის. კარგად ვზანდებოდეთ, დიდი მადლობა რომ გიყურეთ, უფალი იყოს ჩვენი მფარველი.
კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.